მოგესალმებით ჩვენ ვართ თეატრის მოსწავლეები, მე ვარ კოსტა, მე ვარ ლუკა. და დღევანდელი ჩვენი პოდკასტის თემაა პროპაგანდა. პროპაგანდა ყოველთვის ნაცნობი თემაა, თუმცა ის სინამდვილეში უფრო მრავალფეროვანია და რთული ვიდრე წარმოიდგენია. სწორედ ამის გამო ავირჩიეთ ჩვენ ეს თემა. და პროპაგანდა რეალურად და ყოველდღიურად ხდება როგორც სოციალურ ქსელებში, მედიაში და ზოგჯერ მარკეტინგშიც კი. ჩვენთვის მხოლოდ თეორიული საკითხი არ არის. როგორც თაობა, რომელიც ყოველდღე ჩართულია საინფორმაციო მედიაში, იღებს რავალ ინფორმაციას სოციალურ ქსელებიდან და არ არის გამონაკლისი, რომ პროპაგანდის სხვადასხვაგვარი ხდება. სანამ ამას არ ვიხილებ როგორც რეალურ საფრთხეს, არ არის გამონაკლისი, რომ პროპაგანდის სხვადასხვაგვარი გავხდეთ ჩვენ. ამ პოდკასტში ვაპირებთ განვიხილოთ, რა არის პროპაგანდა, როგორ მუშაობს ის და როგორ განვითარდა წლების განმავლობაში, ასევე როგორ გვეხება ჩვენ დღეს ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ისტორიიდან პროპაგანდის ყველაზე დიდი მაგალითები მეორე მსოფლიო ომის დროს და მის მიმდინარეობისას ხდებოდა. ალბათ ყველასთვის ცნობილი ერთ-ერთი დიდი პროპაგანდის მანქანაა ნაცისტური გერმანია, რომელმაც შეძლო და თავის მოქალაქეებს შეუქმნა ტყის ხატი, რის მეშვეობითაც გაუმარტივდა მას მათი მართვა და შემდეგ მივიღეთ ის შედეგები, რაც ჩვენ ყველა ვნახეთ. ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი პროპაგანდის მანქანა ჰქონდა საბჭოთა კავშირს, რომელმაც შეძლო წლების განმავლობაში თავისივე მოსახლეობა აცხოვრა ერთ დიდ ტყუილში. ალბათ ძნელია წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება შეძლოს სისტემამ ეს, თუმცა თუ დავაკვირდებით იმ დეტალებს, რომლებიც ისინი იყენებდნენ თავიანთი ხალხის მოსატყუებლად, მივხვდებით, რომ ეს შეიძლება ჩვენზეც აისახოს და შეიძლება იგივე საფრთხის წინაშე აღმოჩნდეთ ჩვენ დღეს. პროპაგანდა იყო წიგნებში, ფილმებში, ფერებში და თუნდაც ქუჩაში გაკრულ პლაკატებში. მინდა რომ დავამოწმოთ კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც დღესაც აქტუალურია, ჩრდილოეთ კორეის მაგალითი, კიმ ჩენ ირის რეჟიმი. სადაც ხდება გარე სამყაროს დემონიზება, აშშ და სამხრეთ კორეა ცხადდება მუდმივად პრებად და ესეთ პროპაგანდა აქვს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება რომ სამხრეთ კორეამ და ამერიკამ მათ შეუდგიოთ და ხდება იმპერატორის გაღმერთება, რომ მათი გმირია და მან გადაარჩინა და ისინი მათ ყოველთვის უსურვებს. როცა ვინმეს დემონიზაციაზე ან გაღმერთებაზე ვსაუბრობთ, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, თუ როგორ იცილებს სისტემა თვითონ თავისიანებსაც კი. მაგალითად, ტროცკი საბჭოთა იდეოლოგიის ერთ-ერთი შემქმნელი და დაფუძნებელი, როგორც კი დაჭირდათ, მარტივად მოიშორეს და პროპაგანდის მეშვეობით ის გააქრეს ფოტოებიდან, ინფორმაციული დოკუმენტებიდან და ასე შემდეგ. შესაბამისად, როცა იზრდებოდნენ ახალი თაობები, არ იცოდნენ მათ შესახებ. დღეს ჩვენთვის ეს ალბათ წარმოუდგენელია, იმიტომ რომ გვაქვს ცნობა უამრავ ინფორმაციაზე, თუმცა ეს ხდებოდა და ეს ყოველთვის შეიძლება მოხდეს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და ქვეყნისთვის მისივე მეხსიერებას. სახელმწიფოს მეხსიერება არის ის, რაც ქმნის კულტურას და შემდეგ ადამიანს, რომელმაც უნდა იცხოვროს ამ სახელმწიფოში. სწორედ მაგიტომ მგონია, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა დეტალის ცოდნას ჩვენ ისტორიაში და ასევე მსოფლიო ისტორიაში. სწორედ მაგიტომ ცდილობს ყველა რეჟიმი, რომ გააქროს ის ადამიანები, ვინც მათ წინააღმდეგ წავიდა, ან ვინც აღარ აწყობთ. იმიტომ რომ როცა იცი შენი ისტორია, მათ შორის ის შეცდომები, რაც დაუშვიდა ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს დაშვებული შეცდომები, მერე შეგიძლია ამ შეცდომებზე სწავლა. და როცა შენ ივიწყებ ამ შეცდომებს, ან თუნდაც დადებით მხარეს ივიწყებ, რომელიც ასევე საჭიროა, რომ მომავლისთვის მოგცეს мотиваცია, ძალიან დიდი უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს მაგან. მაგიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან საშიშია იმის კეთება, რასაც მსგავსი რეჟიმები აკეთებდნენ. და საბოლოოდ ჩვენ რო დავაკვირდეთ ახლა ყველა პროპაგანდის მაგალითს, რაღაც ახალი ეს მეთოდი არ შეიქმნა, ყოველთვის ხდება ძველებური მეთოდით. და ყველაზე მთავარი რასაც ჩვენ დავინახოთ ეს არის, რომ პროპაგანდა ადამიანს უქმნის კომფორტს. მის ღირებულებებზე და ფასეულობებზე ამკვიდრებს და მის ეგოს აკმაყოფილებს, რომელიც საბოლოოდ არ გააჩნია მის გარშემო რა ხდება, რა პრობლემები არის და თავის თავზე მხოლოდ დამოკიდებული. ეს ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში ყოფილა, ბევრი ადამიანს უქმნია ეს და საბოლოოდ ამის გამოსავალი ის არის, რომ გადავხედოთ წარსულს, როგორი პროპაგანდის მაგალითები ხდებოდა, რა გამოსავალი იყო და ვიფიქროთ კრიტიკულად. გავანალიზოთ ყველაფერი, მოვიძიოთ ინფორმაციები და ვიკითხოთ წიგნები, რაც თავარია. იმიტომ რომ მათ დავინახოთ მაგალითებს, ყველაზე ნათლად და არა სადღაც ტელევიზორში, არამედ სოციალურ მედიაში, რომელიც ხდება მარტო 30 წამით ვიდეოები და მაგის გამომდინარე ჩვენ ვერ მივსჯელებთ და მაგას ვქია პუმობული ცოდნა.
დღეს პროპაგანდასთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდები გვაქვს, თუნდაც პოდკასტები, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ლიტერატურამ პროპაგანდასთან ბრძოლა ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო და ამის ბევრი მაგალითია, მათ შორის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი რეი ბრედბერის 451 ფარენჰეიტით, სადაც კარგად არის ნაშრომები თუ რა შეუძლია სახელმწიფოს, რომელსაც არ უნდა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ განათლება. ეს გამოიხატება იმით, რომ ისინი აცენზურებენ და საერთოდ გრძალავენ წიგნებს და ავტორი გვაჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის განათლება ჩვენთვის. განათლება შეიძლება იყოს სკოლიდან და სხვადასხვა მედია საშუალებებიდან მიღებული ინფორმაცია, თუმცა ის, რასაც გაძლევს ლიტერატურა, გაძლევს იმას, რომ შენ გადაიაზრო ნებისმიერი საკითხი, უამრავი საკითხი, ეს ალბათ არავის არ შეუძლია რომ გააკეთოს. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ლიტერატურას და ნებისმიერი პროპაგანდის მანქანა თუ რეჟიმი შეეცდება რომ აგიგზავნოს ეს. გებელს აქვს ნაცისტური იდეოლოგიის ერთ-ერთ არქიტექტორს ნათქვამი, რომ თუ შენ შეგინდა დააჯერო იმის რამე, აუცილებლად გაუმეორე ის ბევრჯერ. ხოლო ჩვენ როცა ვკითხულობთ წიგნებს, ჩვენ ყოველ წინადადებაში სხვადასხვა თემას ვიაზრებთ, ფიქრობთ, წარმოვიდგენთ და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ცხოვრება მეტად მრავალფეროვანი გავხადოთ, ხოლო ჩვენი საზოგადოება დავიცვათ მსგავსი პრობლემებისგან. ახლა უკან განიხილა რეი ბრედბერის 451 ფარენჰეიტი, სადაც ძირითადად ხდება ქვეყანაზე პროპაგანდა. ხო, დააგვიდეს საბოლოოდ ყველაფერს, სადაც ქვეყანაში პროპაგანდა ყვავის და დიქტატურა, მათი ყველაზე მთავარი იარაღი არის წიგნები. სადაც ყოველგვარად დიქტატორი მაგალითად რო ცდილობს პროპაგანდა გავრცელოს, ხდება წიგნების განადგურება. ნუ ხალხმა არ მოეწონა მათი გამოსავალი და არ დაამარცხონ ისინი. თუმცა ეს არ ახდება იმის, რა ვთქვათ, რაღაც მედიაში შევლენ და ვიღაც ადამიანს შეიძლება დაემუქრებენ იმით, რომ ნუ ავცელებ შენ ამას და ამით ხალხი ახლა ზემოქმედებას და მათი თქო იარაღი შეიძლება ადამიანი იყოს, არამედ ეს არის წიგნები, რომელიც ყველაზე მეტად ამარცხებს მათ და ხდება ხალხის გამოღვიძე ყველაზე მარტივად, ვიდრე ადამიანი იტყვის. მინდა ახლა დავამატო ერთი მინდა მაგალითი მოვიყვანო ბუსტაბატონზე, სადაც წიგნი, რომელსაც არ ხდება რაღაც, სადაც ქვეყანა არ არის და ხალხის манипуლირება არ ხდება პროპაგანდა. უბრალოდ ჩვენ ამ წიგნში ვხედავთ, რომ ეს თვითმფრინავში არიან ბავშვები და ვარდებიან კუნძულზე. და ყავს ერთი მაგალითი ბიჭი, რომელსაც ცდილობს რომ გახდეს ლიდერი და ყველა მას ექვემდებარებოდეს. და არიან რამოდენიმე ადამიანი, რომელსაც ცდილობენ რომ გადაარჩინონ თავის თავი და იყოს როგორც ჯგუფი. ლიდერი ანუ აცხადებს როგორც ქვია, ცხადად. იგონებს რაღაც ტყუილებს, უცრებს პროპაგანდას, რომ ის არის მტერი და ხდება მათი გარიყვა საბოლოოდ. აი ორივე წიგნი რო შევაჯამოთ, თუნდაც ბუსტაბატონი, სადაც ძალიან კარგად ჩანს, თუნდაც ბავშვები, წესით ის ადამიანები, რომლებიც არიან მომავალი, რომლებიც არ არიან რაიმე გავლენის ქვეშ, მაინც საბოლოოდ ვიღაცის გავლენის ქვეშ ექცევიან და იღებენ ძალიან ცუდ შედეგებს. და ორივე წიგნი და ზოგადად ლიტერატურა სწორედ მაგას გვასწავლის, რომ ის გავსი წიგნები, თქვათ ბუსტაბატონი, სადაც ძალიან კარგად არის წარმოჩენილი, როგორ ქმნის ერთი ადამიანი ტყის ხატს და შემდეგ ამას იყენებს სხვებისთვის, გამოვიყენოთ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მსგავსი შესაძლებლობები რო ქონოდათ და რო გამოიყენებინათ თქვათ ნაცისტური გერმანიის დაწყებამდე, ალბათ მსგავს შეცდომებს აღარ დაუშვებდნენ. იმიტომ რომ ზუსტად იგივე ანალოგიები, აი კითხვისასაც გიჩნდება ზუსტად ეგ ცნობა, რომ აი ეს ხო გამოვლილი გვაქვს და ამის საშიშროება ხო დღემდე გვაქვს, აი მე მაგალითად რო ვკითხულობ, ვთქვათ ცხოველების ფერმას ვკითხულობდი და აი თან მეშინოდა და თან ვხვდებოდი რომ რა მაგარია, რომ ამის წინასწარ გააზრება შეგვიძლია. მეშინოდა იმისი, რომ რაღაც მაგალითები დღეს ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ ცხოვრებაშიც არის, ყოველდღიურ ცხოვრებაში არის. და არის ძალიან დიდი საშიშროება, რომ შეიძლება ეს ყოველდღიურად განმეორდეს. ამიტომ მგონია, რომ ძალიან დიდი შესაძლებლობაა და სწორი გადააზრება ამ წიგნების მოგცემს საშუალებას შევქმნათ უკეთესი მომავალი. მე ესე მახსოვს მენია, რომ როდესაც ნაცისტური გერმანია ყავდა თავის დროზე, მაგათ რეჟიმმა, მაგათ დიქტატორმა ჰიტლერმა დაიწყო განადგურება წიგნების. იმიტომ რომ იცოდა მაგათ თავარი არის რა იყო პროპაგანდას და დაემარცხებინათ. და კიდე ერთი მინდა რაღაც აღნიშნო, რომ აი, რო დააგვედო ყველაფერს და სხვა კუთხიდან რომ შეხედო, წიგნებს რო წაიკითხო, დაინახო ყოველდღიურად მაგალითსაც პროპაგანდა ხდება. და საბოლოოდ წიგნს რო დაამთავრებ და ის პროპაგანდა რომ მარცხ ხდება, ან დიქტატორი ხედავ გამოსავავს როგორ ხდება, როგორ არ მარცხდებიან, რა კუთხით უტევენ მტრებს და როგორ ხდება ხალხის განმობირება მათკენ, რომ საბოლოოდ ეს რეჟიმი დამარცხდეს. ეხლა რო შეხედოთ, ეხლა მარტივად ვიძახი, მაგრამ
რომ დავაკვირდეთ ჩვენ და რომ დავждეთ და ვიფიქროთ, მიხვდებით რომ ძალიან რთულიც არ არის, უბრალოდ ჩვენ ფიქრი გვინდა და სწორად მიდგომა ყოველფრისადმი. დღეს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენ ქვეყანაშიც ხედავთ როგორც ცდილობენ მედია საშუალებები და მათ შორის პოლიტიკოსები შექმნან თავიანთი რეალობა. ან უკვე შეუძლებელი ხდება გაარჩიო ინფორმაცია და ინტერპრეტაცია, რა არის ნამდვილი ინფორმაცია და ობიექტურად წარმოჩენილი და რა არის ვიღაცის შეგრძნული. ყველა მედია საშუალება, როგორც ოპოზიციური, ისევე პოზიციური, ცდილობენ შექმნან თავიანთი ცხოვრება, თავიანთი ქვეყანა და სრული პოლარიზება გაუკეთონ ერთმანეთს. მაგალითად, როცა ხედავთ ერთ არხზე როგორ ყვავის ქვეყნის ეკონომიკა და შემდეგ მეორეზე როგორ ჩამოიშალა მთელი სისტემა, ძნელია ერთმა ჩვეულებრივმა ადამიანმა გაიგოს რა არის რეალობა. და მით უმეტეს ძნელია მაშინ, როცა შენ თვალსაჩინო არ ხდება შენ გარემოცვას. მაგალითად, ჩვენ ყველა ადამიანი ვხედავთ ჩვენ გარშემო სიტუაციას და ვერ ვაანალიზებთ სინამდვილეში რა პრობლემები შეიძლება იყოს რეგიონებში, ან ჩვენს გარეთ, ან თუნდაც ჩვენს ქალაქში. და მაგიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან საჭიროა პროპაგანდასთან ბრძოლა. როცა დღეს ჩვენ ვუყურებთ, როგორ ატყუებს სახელმწიფო თავისივე მოქალაქეებს და ეუბნება, რომ თქვენი ეკონომიკა მიქრის წინ და უსწრებს შვეიცარიას, თქვათ, და მე ამ დროს ყველა ქუჩაში გასვლისას ხედავ, როგორ შიმშილობენ ბავშვები, ძალიან ძნელია შეეგუო ამას და მით უმეტეს ძალიან ძნელია უყურო იმას, როგორ პროპაგანდის ქვეშ შექცევიან მართლა ეს ადამიანების რაღაც ნაწილი. მაგიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან საჭიროა პროპაგანდასთან ბრძოლა და ეხლა ნელ-ნელა დავიწყოთ რა არის უკვე ამ პროპაგანდის შედეგები. ამ ეკონომიკურ წინსვლასთან ერთად ჩვენ გვეუბნებიან ფსევდოპატრიოტიზმზე, გვიყევებიან რომელი ჯობია თავისუფლება თუ მშვიდობა და შემდეგ უკვე ამ მექანიზმებით ჩვენი აზროვნების მიყვანა უნდათ იქამდე, რომ ჩვენ საერთოდ დავივიწყოთ ჩვენ თავი, ჩვენი ინდივიდი და ვიზრუნოთ მხოლოდ ჩვენ კომფორტზე, კეთილდღეობაზე, რომელიც მათი თვალსაზრისით უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობა, რაც სრულიად მიუღებელია ჩემთვის და ალბათ ნებისმიერი ოდნავ მოაზროვნე ადამიანისთვის, იმიტომ რომ შენ გეუნებოდეს ვიღაცა გააკეთე არჩევანი თავისუფლებასა და მშვიდობას შორის, არის ძალიან მიუღებელი და ძალიან შეურაცხყოფელი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩვენთვის და წესით ყველა ადამიანისთვის პირველი ღირებულება არის თავისუფლება. რა თქმა უნდა არავის არ უნდა რომ არ გქონდეს მშვიდობა ან რაიმე მსგავსი. უბრალოდ კი გვინდა თავისუფლება, გვინდა მშვიდობაც, მაგრამ თქვენი სკანდირება იმითი რომ ან ერთი ან მეორე არის ძალიან დიდი ტყუილი. და პროპაგანდასთან ბრძოლა და თუნდაც იმ წიგნების წაკითხვა, რასაც ჩვენ ცოტა ხნის წინ განვიხილავდით, არის ის იარაღი, რომელთაც უნდა ვებრძოლოთ მაგ პროპაგანდის მანქანას, რომელიც არის ძალიან საშიში. ფსევდოპატრიოტიზმი. ფსევდოპატრიოტიზმიც ზუსტად იგივეა, ჩვენ გვესმის რაღაც ღირსებით ევროპისკენ და ასე შემდეგ, როცა ხალხს არ ეუბნებიან იმას, რაც რეალურად არის ევროპაში. ეს პროპაგანდა ალბათ უფრო იმ ადამიანებზე არის მორგებული, ვინც ხშირად ან საერთოდ ვერ ხედავს თავის საზღვრებს გარეთ რა სიტუაციაა და ვერ აანალიზებს იმ ფაქტს, რომ არავის არ უნდა შენი კულტურის წართქმევა და შენ ყოველთვის შეინარჩუნებ შენ იდენტობას, იმასთან ერთად რომ თან ძალიან დიდი კულტურა მოგწდებს თან და პირიქით შენ შეგიძლია ადაპტაცია, ადამიანი საუკუნეების განმავლობაში გადარჩა ამ ადაპტაციის უნარი და შენი ქვეყანაც უნდა ადაპტირდეს. არ არის საჭირო რაღაც ჩავრჩეთ ერთ ბაბლში, სადაც უნდა ვიძახოთ, რომ ჩვენ ვართ ყველაზე მაგარი პატრიოტები და ჩვენ და ჩვენი კულტურა. არა, საჭიროა ადაპტაცია, საჭიროა წინსვლა, როგორც ეკონომიკური, ისევე მორალური და ასე შემდეგ. მაგიტომ ვფიქრობ, რომ როცა ჩვენ წინააღმდეგ მომართულია ამ ხელა პროპაგანდის მანქანა, აუცილებლად უნდა დავიცვათ თავი. ყველანაირი საშუალებით, რაც გავარჩიათ, იყოს სტატიების წაკითხვა, პოდკასტის მოსმენა თუ წიგნის განხილვა. და მინდა ერთ რაღაც დავამატო, რომ ქვეყანა უნდა იყოს დაკავებული ერთ საზოგადოებაზე. ჩვენ უნდა ვისწავლოთ დემოკრატიულად დამოკიდებულ აზროვნება. ერთი არ გამოვა, შეგვიძლია მეორე ადამიანი მოვიყვანოთ და შევცვალოთ და გავხვალოთ ქვეყნის მმართველი, რომელსაც საბოლოოდ ერთი გაამართლებს და ასე მოხდეს შეიძლება ქვეყანა აყვავდეს. მინდა ერთ მაგალითი მოვიყვანო, ამერიკის მაგალითს, როდესაც მიჩნეულია ყველაზე წარმატებულ ქვეყანად, რა თქმა უნდა, ეგრე მათ GDP არის ყველაზე მაღალი და ასე ხდებოდა, რომ მათ ყავთ 47 პრეზიდენტი, რომელიც ძალიან ბევრჯერ მოხდა ქვეყნის მმართველის ცვლილება და აქვთ ვადა 8 წლიანი ყველა პრეზიდენტს და როდესაც
საბჭოთა კავშირი ყავდა და ერთმანეთის ბრძოლა იყო ამერიკისა და მათ შორის. მოვიდა ასე პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, რომელიც დიდი გავლენა მოახდინა ქვეყანაზე და გამართლა. საბოლოოდ ძალიან დიდი წვერის ჰქონდა ქვეყანას. და კიდე მინდა ერთ რაღაც დავამატო, რომ ჩვენ ქვეყანაში ხდება. შენ იმის ძალა უნდა გქონდეს, რომ შეამოწმო და ნახო ყველანაირი ინფორმაცია. გინ ჩენი მეტოქის არხის, ან სხვა არხი მომეჩინა არ მოგწონს და გამოიტანა საბოლოოდ ანალიზად დასკვნა, თუ რა არის სწორი და მაგის გამომდინარე შენ გაგაჩნია ყველანაირი ინფორმაცია, შეგვიძლია რომ იმდენად კარგი და ძლიერი არგუმენტი მოიყვანო, რომ შენი დამარცხება ვერ შეძლო. ხო, ამ თემას შემდეგში უფრო გავშვით, ანუ მთავარი იარაღი ჩვენ უნდა იყოს კრიტიკული აზროვნება და ყოველთვის ეცდება ვიღაც მოგვაქციოს გავლენის ქვეშ და ჩვენ რაც შეგვიძლია ვქნათ, რაც ერთ-ერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ მივიღოთ ბევრი სხვადასხვა ინფორმაცია და შემდეგ გავაკეთოთ ამის ანალიზი. თუმცა სანამ მაგ თემის დეტალურ განხილვას დავიწყებდეთ, ალბათ ყველა ადამიანისთვის ერთ-ერთ იმნეულ თემას უნდა შევეხოთ, რომელიც არის რელიგია და რელიგიის გამოყენება სახელმწიფო მართვისას. მე პირადად ვფიქრობ, რომ რელიგია და სარწმუნოება გამიჯნული უნდა იყოს სახელმწიფო მმართველობისგან, მაგრამ სამწუხაროდ ვხედავთ, როგორ იყენებს ნებისმიერი სახელმწიფო, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში რელიგიურ თემას ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენისას. მაგალითად, ძალიან მარტივია უთხრა შენ ვიღაცას, რომ მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ შენი სარწმუნოება, მხოლოდ ჩვენ წამს შენი სარწმუნოების და ამითი მოახდინო მის არჩევანზე ზეგავლენა. როცა სახელმწიფო როგორც სტრუქტურა და მთავრობა არის საერთოდ გამიჯნული რელიგიისგან და სარწმუნოებისგან. ძალიან წინს, როცა ნებისმიერი მთავრობა თუ ადამიანი იყენებს ამ თემას სხვების წინააღმდეგ, თუმცა დღეს ეს ჩვენი რეალობაა და ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ ხდება მისი სკანდინება სხვადასხვა თემებში, ნებისმიერ თემებში, მაგალითად გარყვნილი ევროპა ეუნებიან ადამიანებს, რომელსაც არ იციან ალბათ საერთოდ ევროპის შესახებ და ამით ახდენენ მათ არჩევანზე ზეგავლენა, რომ იცით ჩვენ სარწმუნოებას აქ უკეთესად შევინარჩუნებთ და თუ რაღაც სხვა მიმართულებით წავალთ, იქ შეიძლება ვერ შევინარჩუნოთ. თან ამასთან ერთად ისინი დადიან ისეთ ქვეყნებში, რომელიც მათივე იდეოლოგიას ეწინააღმდეგება და ჩემთვის მიუღებელია მსგავსი ორმაგი სტანდარტები და მით უმეტეს მე ამით ადამიანებზე პროპაგანდის გატარება, იმიტომ რომ ძალიან საწყენია, როცა ადამიანს აჩვენებ ერთს, ეუნები, შემდეგ შენ საერთოდ სხვა რაღაცას აკეთებ, მაგრამ მაგას აღარ აშუქებ მე. და ძალიან დიდი საშიშროება არის მაგის, რომ აი ხევრის წიგნს მოვიყვანდი ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად, სადაც ძალიან карგად ხდება მაგ რელიგიის გამოყენება პიროვნებაზე, თვითონ ინდივიდზე. როცა გეუბნება რეჟიმი, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ და აი ეს ჩვენი იდეოლოგია გამყარებულია რელიგიით. და მე უკვე გონია, რომ თუ რელიგიითაც გამყარებულია, მაშინ ალბათ უეჭველი სწორია. და მე რა თქმა უნდა ამატებენ იმასაც, რომ აი ეს კეთდება მხოლოდ თქვენი უსაფრთხოებისთვის, თქვენთვის და ასე შემდეგ. მე პირადად მიმაჩნია, რომ ყველაზე რთული პროპაგანდას რო გაიგეცილო და ამაც ჩემთვის არის რელიგიური. მაგალითად, ხევრის წიგნის მაგალითად ჩვენ ვთქვით, ხლიანი რეჟიმი და მართვა აწყობილი არის რელიგიურ პროპაგანდაზე, სადაც ხალხი რომელსაც თლიანი ცხოვრება შესწინა მათ რელიგიას და მას მიყვებოდა და ექვემდებარებოდა და მერე მოდის მართველი და ამით მანიპულირებს, ისინი ვერ ხვდებიან და ანუ ძალიან რთულია იმის დამარცხება, რომ ასე ჩვენ თლიანი ცხოვრების განმავლობაში შესწირავ, ბოლოს იგივე რაღაცას თავაზობ, მაგრამ უფრო არასწორი ფორმით და დამახინჯებული ფორმით და შენ გიჭირს იმის გამოცემა, რომ ეს არ მიიღო და შეეგუო როგორც პროპაგანდა. იმიტომ რომ მე ის მიმაჩნია, რომ ძალიან რთული რაღაცაა, რომ დაძლიო შენ. და კიდე ერთი საინტერესო ფაქტი მინდა მოვიყვანო, რომ როდესაც თქვენ წაიკითხავთ ხევრის წიგნს, რამდენიმე გვერდზე წერია სახარება, მოსწავლემა დაწერა ეს და თითო გვერდი არის ამ სახარებაზე გაანალიზებული და აი ჩვენ დავინახოთ თუ რაღაცა მართლა სადაც ხდება მანიპულირება ხალხით ამ გვერდებზე, მოიყვანს მაგალითად, სადაც საიდანაც ამ სახარების გამომდინარე არის ეს მანიპულირება, პროპაგანდა გავლებული ამ ხალხზე. ხო, ხდება სახარებად მანიპულირება და ხალხი რომელმაც როგორც ვახსენე, რომ ეს მათი რელიგია და მათ შესწირეს მთელი ცხოვრება და ცდილობდნენ რომ მას გაყოლონ ცხოვრების ბოლომდე, მაგით მანიპულირება არის ხალხისადმი ძალიან მარტივია. და უხდიან კომფორტულ რეჟიმს, როგორც ყველანაირ პროპაგანდაში ამარჩევენ ხედავთ.
ანუ ერთ-ერთი კიდე კარგი მაგალითი როგორ შეუძლია პროპაგანდას ხალხის პოლარიზება არის ის, რომ ერთ ნაწილს მოსახლეობის როცა ეუბნები, რომ ჩვენ ვიცავთ თქვენ რელიგიას, მე აჩვენებ მეორე მხარეს, რომელიც ჭყალებში არის გარყვნილი, მე უკვე მარტივია ამ ხალხის პოლარიზება. სწორედ ამიტომ ჭირდება სახელმწიფოს ამ შემთხვევაში ჩვენსას anti-LGBTQ+ პროპაგანდა, რომელიც ხელს უწყობს სწორედ ამ პოლარიზებას. ანუ შენ გიქნიან ტვისხაც, გეუბნებიან, რომ ის ადამიანი არ არის შენარი, არის განსხვავებული, არ ფიქრობ შენაირად. მე გიმატებენ იმას, რომ ის ადამიანი მაგ ყველაფერთან თან თურმე არც შენ რელიგიას პატივს და ან ეგ სული ინდივიდები არიან, ყველა ინდივიდია, ყველას თავისნაირად ფიქრობს და გაყო ხალხი მსგავსად, მხოლოდ და მხოლოდ ერთ ვინმეს უკეთეს საქმეს, რომელიც არის სახელმწიფო, რომელსაც სულს გაყოს ხალხი, მოხდინოს მისი პოლარიზება, შემდეგ მარტივად სამართავი გაყადოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა გადავიაზროთ ყველა ის ინფორმაცია, რასაც ვეუბნებიან და შემდეგ გამოვიტანოთ დასკვნები. და ახლა ვისაუბროთ მარკეტინგზე, რომელიც ფაქტურად ძალიან დიდი პროპაგანდა ამან და ყველანაირ საკითხში მათ ჩვენ ხედავთ, სადაც რაღაცა მარკეტოლოგი რომელიც პროდუქტს აპირებს, ჩვენ მარტო დავინახოთ მის დადებით ხარეს და არ უარყოფით ხარებს. ხდება გამოყენება, რომ ასე აგიქომერო ეს შენზე დადებითად იმოქმედებს, ყველანაირი კარგი იქნება საშუალება დაგეხმარება ბევრ რამეში. მაგრამ მალავან ისინი უარყოფით ხარებს. მარკეტინგში ძირითადად არ ხდება ისე, რომ შენზე ემოციებზე იმანიპულირება, არამედ ხდება, რომ შენ გონებაზე მივიდე და დაგანახო, რომ ეს კარგია. და საბოლოოდ შენ უნდა შეიძინო ეს. რა თქმა უნდა, ეს ყველა პროდუქტი არ არის განსაზღვრული, ბევრ პროდუქტი რომელიც მართლა ძალიან კარგია და შენ დადებითად მოქმედებს. მაგრამ მე აღნიშნე ახლა უარყოფის პროდუქტები, რომელიც ასეთ და ასეთ ხრიგებს იყენებენ შენზე, რომ საბოლოოდ შეისყიდო და მოგება დადონ მათ. აი, მაგაში ვერ დაგეთანხმები, რომ გონებაზე ხდება, ხო, ანუ ჩემი აზრით ემოციურადაც ძალიან დიდი გავლენა აქვს, იმიტომ რომ იყენებენ აი იმ პირველყოფილი ადამიანის ინსტინქტებს ზუსტად, რომ შენ გინდა იერარქიულად იდგე მაღლა და მე გთავაზობენ იმას, რომ მოდი შენ ეს იყიდე ჩვენთან, შენ გეცვას ეს, გეჭიროს და შენ ვიღაცაზე იერარქიულად მაღლა იქნები, ანუ ცოტა შეიძლება სასაცილო ჭერს, მაგრამ ზუსტად იმ ადამიანიდან წამოსულ ინსტინქტზე აგებული მთელი ეგ მარკეტინგული ხრიკი. ხო, ანუ ვერ ვიტყვით რაღაც მარტო მომხარეს არის, რა თქმა უნდა, მეორე მხარეს როგორც ნებისმიერ სიტუაციაში და ასევე ამ თემაში, როგორც შეიძლება ეგრე წარმოჩნდეს, ისე ძალიან საჭიროა, იმიტომ რომ შენ ყიდი შენ პროდუქტს, შენი მიზანია გაყიდო და ალბათ დიდი კომპანიები და პატარა კომპანიებიც ვერ მოიტყუებიან ისეთ დონეზე, რომ შენ მერე აუცილებლად იყიდო, იმიტომ რომ მათი მიზანი არ არის ერთჯერადად მოკიდონ, მათი მიზანია გახდე შენ მათი მომხმარებელი. შესაბამისად, ვერასდროს ვერ მოგატყუებენ, რომ ეს არის რაღაც კარგი ხარისხის, იმიტომ რომ იყიდი ერთხელ, მიხვდები, რომ ცუდი ხარისხის არის, აღარ გამოიყენებ და სხვასაც ეტყვი, რომ არ გაამართლა. და ნუ ორივე მხარე აქვს ამ საკითხს და საინტერესო თემა არის განსახილველად. ადამიანზე რომ რეკლამა გააკეთო ისეთი, რომელიც გონებაზე იმანიპულირებდა და მას დააჯეროს ნაღდია და კარგად მოქმედებს, ეს არის მიმოჩნია ყველაზე რთულად. და რო გადახედო ყველანაირ კარგ რეკლამას, რომელიც მართლა ძალიან გაამართლა, არ ხდება ემოციით, არამედ გონების მანიპულირებით ხდება. შეიძლება. ნელ-ნელა რო წავიდეთ დასრულებისკენ, მთელი ჩვენი პოდკასტის აზრი ის არის, რომ საზოგადოებამ შეძლოს თავი დააღწიოს ამ პროპაგანდის მანქანას. და როგორ უნდა დავიცვათ თავი, ალბათ ეს არის ის კითხვა, რომელიც გაგიჩნდათ თქვენ მოსმენისას. პირველი კითხვა, რომელიც ჩვენ თავს უნდა დავუცვათ, არის ის, რომ რატომ ვიღებთ ამ ინფორმაციას, ანუ ვისი ინტერესია, რომ ჩვენ ვიღებდეთ რაიმე ინფორმაციას. და დღევანდელ სამყაროში ძალიან მარტივია იმის გაგება, თუ ვინ გვაწვდის ინფორმაციას და რატო გვაწვდის ინფორმაციას. კი, შეიძლება ძნელია გავიგოთ TikTok-ში ან რაღაც სოციალურ ქსელში ვინ არის ინფორმაციის მოწოდებელი, მაგრამ წაკითხვის შემდეგ მარტივია გავიგოთ რა არის ინფორმაციის აზრი და მიზანი, რა უნდა რომ მე გამაგებინოს. თქვათ, უნდა ვიღაც დამანახოს ცუდად, ან უნდა ვიღაც დამანახოს კარგად, მაგის გაგება წესით ყველა ადამიანს შეუძლია და ეგ უნდა გადავიაზროთ პირველი. შემდეგი ეტაპი ამ კითხვის დასმის შემდეგ არის ის, რომ გავეცნოთ სხვადასხვა ინფორმაციას, თქვათ, როცა ჩვენ გვაწვდის ვიღაცა კონკრეტულ ადამიანზე ან საკითხზე დადებით მოსაზრებას, აუცილებელია
გავიგოთ როგორც ამ საკითხზე ნეიტრალური აზრები, ისე უარყოფითი აზრები, იმიტომ რომ მხოლოდ ამ სამივე ასპექტის შემდეგ არის შესაძლებელი გამოვიტანოთ ჩვენი დასკვნა და შესაბამისად შემდეგ განვიხილოთ რა მსგავსი თემა, ვისაუბროთ ამაზე. ანუ რასაც ვიძახით ის არის, აი თქვა ჩვენ როცა ვიღებთ 30 წამიან ვიდეოს TikTok-იდან და გონია რომ ჩვენ გვაქვს რაღაც ცოდნა, სინამდვილეში ეს არის თავიდან ვალოდებს ფსევდო ცოდნა. ანუ არ გვაქვს რაიმე ზუსტი ან ღრმა ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ და შეგვიძლია მხოლოდ ზედაპირული ლაპარაკი. როცა ის ადამიანი, ვინც ალბათ ეს ვიდეო შექმნა, დაახარჯა ძალიან დიდი დრო კვირები, თვეები, დღეები და საათები, რომ შეექმნა ის პროდუქტი, რაც მერე ჩვენთვის მარტივად მოეწოდებინა. ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიცადოთ, რომ ვიყოთ ის ადამიანები, ვინც აწვდის ამ ინფორმაციას და მიწოდების შემთხვევაში ყოველთვის სწორად და ღრმად მივაწოდოთ ადამიანებს მსგავსი ინფორმაცია. ხო, ანუ ეს თლიანი ორკვირიანი ერთვენი ნაშრომი, რომელმაც ამ ადამიანმა დადო ეს ვიდეო TikTok-ში 30 წამიანი დასკვნა გააკეთა, რომელიც ხალხი რომელსაც არ გააჩნია მრავალი ცოდნა და არ შეუძლია სხვა კუთხიდან ფიქრი, იმდენად მარტივად იჯერებს და ხდება პროგრამების ხერხი, რომ საბოლოოდ ისე შეიძლება მოხდეს, რომ მას მიერჩეს რომ ის მართალი იყო და თავის მეგობრებს ეკამათოს ყოველთვის და მაინც დარჩეს რომ ის ყოველთვის მართალია და ამ 30 წამის გამომდინარე ჰქონდეს თავისი აზრი და არგუმენტი ყოველთვისამი. და ეხლა აღსანიშნავია მართლა რომ დღესდღეობით ხდება მანიპულირება ძირითადად TikTok-ში. იმიტომ რომ ყველანაირი დღევანდელი თაობა ჩვენ ახალი თაობა ვარ და ანუ ჩვენზე დაყრდნობილი ბევრი რაღაცა ქვეყანაზე რომ ჩვენ ეს განავითაროთ და ხალხი რომელიც ცდილობს რომ ჩვენ არასწორ აზრამდე მიყვანა, ეს არის ხდება TikTok-ში, იმიტომ რომ TikTok-ს ყველაზე დიდი მომხმარებელია სოფლიოში და ფაქტობრივად დიდების და პატარების ყველაზე ხშირად იყენებენ TikTok-ს, რაც ისიც აღსანიშნავია, რომ ბევრი კარგი ინფორმაცია ხდება, მაგრამ 30 წამიანი ინფორმაცია საკმარისი არის, იმიტომ რომ უფრო ღრმად შეგვიძლია რომ ბევრ დროს მოვიზიოთ ჩვენ ეს და გქონდეს მყარი არგუმენტი, რომელიც მომავალს დაუხმარება ჩვენ ძალიან ბევრ ამაში. და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ თავარი იარაღი არის კრიტიკული აზროვნება და ჩვენ რაც უფრო მეტ კითხვას დავსვავთ და რაც უფრო მეტად ჩავეძიებით ნებისმიერ საკითხს, მით უფრო ძნელი იქნება ჩვენზე ზეგავლენის მოხდენა. და სხვა კუთხიდან ფიქრი, ეს არ არის უნდა რომელიც ბავშვობიდან გიჩნდება, ეს არის რომელსაც უნდა შეიძინო ეს ხდება ცოდნით, კითხვით, დაკვირვებით და ცნობის მოყვარეობით. მე ესე მიმაჩნია. და გქონდეთ თქვენი აზრი, ყოველთვის გაგაჩნდეთ თქვენი აზრი და სხვა ადამიანთან კამათისას თუ საუბრისას აუცილებლად გამოიყენოთ ის არგუმენტები, რომელიც თქვენით მოიფიქრეთ. დღეისთვის ეს იყო დღევანდელ პოდკასტში თქვენ დაინახეთ ჩვენი აზრი პროპაგანდისადმი და მაგალითები. მთელი თქვენი პოდკასტის მიზანი იყო ის, რომ თქვენ კი ამ პოდკასტიდან გაიგებთ რაღაც საინტერესო ინფორმაციას, თუმცა თქვენი თვე უნდა ჩაუბრუნდეთ ამ თემებს. თქვენით უნდა წაიკითხოთ სტატიები და გადაიაზროთ ეს როგორც პროპაგანდა, ისე სხვა თემები. და არ დაგავიწყებთ, თქვენი ყველაზე მთავარი იარაღი იქნება ყოველთვის კრიტიკული აზროვნება. ნახვამდის.